მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ერთნაირ სპექტაკლს იცეკვებ, ყოველი სპექტაკლი, ყოველი შესრულებული შოუ სულ სხვანაირი არის და ეგ მაძლევს ყველაზე მეტ ხიბლს. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა, ესე ასარჩევად მართლა არ მქონია. იმხელა გავლენა ჰქონდა ჩემს ოჯახს, ბაბუას, გელოდი ფოცხიშვილს, მამას, დედას, ანუ ყველა ამ სფეროში ვართ, ამიტომ ძალიან პატარაობიდანვე უკვე ჩემ თავს წარმოვიდგენდი დიდ სცენებზე. დღეს ვემზადები ბალეტი დონ კიხოტისთვის, რომელიც უკვე იხილა სხვათა შორის ქართულმა მაყურებელმა 2 წლის წინათ. ამიტომ დღესაც reprise ესე ვიტყოდით ინგლისურად. ესე შედგება ჩემი მეორე დებიუტი თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრში, პარტნიორობას გამიწევს ნინი სამადაშვილი. დედა არის ბალერინა და როცა უკვე რამოდენიმე წელი უკვე ქართულ ცეკვას ვსვეკავდი და დედამაც და მამამაც დაინახეს რაღაც პოტენციალი, უბრალოდ თქვით, რომ მოდი ხა ვცადოთ. როგორ ახერხებ ამას, რომ როგორც არის ბუმბულივი თითქინა? არ ვიცი, ძნელი არის მიჭირს ჩემ თავზე რომ თქვა მსგავსი რაღაც, მაგრამ უბრალოდ ვარჯიში ჭირდება ყველაფერს და მე ვცდილობ რომ ყოველდღიურად განმავითარო ჩემი თავი, რომ ბუმბულივით უიფრინო და სიამოვნება მივანიჭო მაყურებელს, რა თქმა უნდა. ქართულ სისხლს გრძნობენ ძირითადად უცხოეთში, ეს კონტრასტი იგრძნობა, რომ ამ ქვეყნიდან ვარ, ენერგია რაც მაქვს გამოირჩევა. მე საქართველოსთან სულ მაქვს და მექნება ხშირი კონტაქტი, იმიტომ სულ მინდა რომ ჩამოვიდე ვიცეკო აქ. ყველაზე მეტჯერ რამდენჯერ დატრიალებულ ხარ სცენაზე? ეგეც არ მახსოვს მართლა. აი მე დავითვალე და წერან როცა ყავდი სცენაზე, მე მგონი 8ჯერ ან 10-მდე ბრუნი გააკეთე. შეიძლება, არ ვიცი, იმდენჯერ გიწევს მსგავს რაღაცების გაკეთება, რომ თუ თვლას დაიწყებ, შეიძლება ამოვარდე საერთოდ შენი კონცენტრაციიდან. ამ სფეროში პატარა თავში ავარდნა ძალიან დიდი ნაბიჯის უკან გადადგმა არის, ამიტომ დღეს მორჩება შოუ ხალხი დამიკრავს, მაგრამ ხვალიდან უკვე ახალი შოუსთვის მზადება იწყება და ეგრე შეუსვენებლად უნდა გააგრძელოს, სანამ ამ სფეროში მოღვაწეო. მენტალურადაც ძლიერი უნდა იყო, იმიტომ რომ თუ გართობაზე ხარ ორიენტირებული და არ ხარ კონცენტრირებული მაგაზე, როგორც ყველა პროფესია, ბალეტიც ზუსტად ეგრე არის რა, უნდა თავი უნდა მიცე 100%. რაზე გიწევს ხოლმე უარისთმა მაგალითად? ძირითადად ფასტ ფუდებზე, ღამე გაცენებაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ანუ სპორტულად ვცდილობ რომ ვიცხოვრო მაქსიმალურად. მე მინდა უბრალოდ რომ ვინც ჩემს სპექტაკლებზე გადაწყვეტს მოსვლას, რომ ნასიავნები იყოს და კარგი ენერგიით და ემოციით წავიდეს. ქართულ ხალხს, ოჯახს, მაყურებელს ყველას სიამოვნება მივანიჭო ჩემი ხელოვნებით.